მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ერთიანი მშვიდობიანი კავკასია კვლავ ეთერშია. გიორგოვის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავ ყველას. დღევანდელი ჩვენი სტუმრები არიან საინგილოდან, ისტორიული ჰერეთიდან, ალიბეგლოს ყველაზე დიდი სოფლიდან, კახის რაიონიდან. ეს გახლავთ ქალბატონი თამთა ანდრიაშვილი, რომელიც ილიას უნივერსიტეტის სტუდენტია და ის მეცნიერებას და ხელოვნებას შეისწავლის. ასევე წარმოგიდგენთ ნიკოლოზ ყიყიშვილს, რომელიც სოციალურ და პოლიტიკურ მიმართულებათა ფაკულტეტს წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მკვლევარი, რომელიც იკვლევს აი ამ ქართულ იდენტობას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ბატონი სერგო კერესელიძე. ბატონო სერგო, ძალიან ბევრი სტატია გაქვთ მიძღვნილი აი ამ რეგიონისადმი და აი ეხლა როგორია ვითარება შეიცვალა თუ არა უკეთესობისკენ, რამდენად ადამიანებს ეძლევათ საშუალება, რომ რაღაც გარკვეულწილად კონდეთ რელიგიის თავისუფლება. დადებითი ტენდენციების მოგესალმებით პირველ რიგში. დადებითი ტენდენციების შემჩნევა ცოტა რთულია. იმიტომ რომ რაც დრო გადის საბჭოთა პერიოდის შემდეგ გარკვეული დადებითის ტენდენციების გარდა უფრო მეტად მდგომარეობა მიდის მეტი დისკრიმინაციისკენ სამწუხაროდ. იმ დროს, როდესაც ქვემო ქართლში და არა მარტო ქვემო ქართლში უამრავი მეჩეთი იხსნება და თავისუფლად მსახურობენ იქ არა მარტო საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანის სასულიერო პირები, არამედ აზერბაიჯანის მოქალაქე მოლებიც საინგილოში სხვა სიტუაცია, იქ მხოლოდ ერთი მოქმედი ტაძარია, კახისმინდა გიორგის ტაძარი და როგორც ვიცით, არაერთგზის ბოლო წლებში სხვა ქართველი მოძღვრები არაერთგზის გამოაძევეს, მხოლოდ ერთი მოძღვარი ემსახურება თელ რეგიონს, რაც ძალიან ძნელი ათასობით მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის მსახურების გაწევა და ამჟამად უკვე აზერბაიჯანმა ესეთი მოთხოვნა კანონმდებლობაც ითხოვს მისი და ამის გამო მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქე ქართულ სასულიერო პირს შეუშვებს იგი ამიერიდან საინგილოში ღვთისმსახურებისთვის და ანუ დაავკონკრეტოთ, ანუ ქართულმა სასულიერო პირმა უარი უნდა თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ის უნდა გახდეს აზერბაიჯანის მოქალაქე, რომ მას მიეცეს შესაძლებლობა, რომ იქ ღვთისმსახურება აღასრულოს. ღვთისმსახურება აღასრულოს. ეს პრეცედენტი მოხდა. მამა პეტრემ თავის თავზე აიღო ამდენი და მიიღო მოქალაქეობა აზერბაიჯანის და უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. მაგრამ აქ არის ძალიან ისეთი მომენტი, რაც საყურადღებო, ყურადღება უნდა მივაქციოთ ის რომ რა თქმა უნდა ხალხს იქ ჭირდება რომ მოძღვარი ყავდეს გვერდში, იმიტომ რომ რა თქმა უნდა რელიგია არის მათთვის ერთ-ერთი მთავარი ესე ვთქვათ ფუძე, ესე ჩონჩხი რომ მთლიანად რელიგიაზე აგებულია ეს ხალხი და შარშან ივნისში რომ არქიმანდრიტი დემეტრე თეთრაშვილი გამოაძევეს იმის შემდეგ მთელი ერთ წლის განმავლობაში მიახლოებით რომ ხალხს არ ქონია შეხება არც ეკლესიასთან, მოკლედ არც მოძღვართან, არც შეწყვეტილი იყო ღვთისმსახურება. ჩვენ ძალმენი და მაყურებელს უთხრა რომ ჩვენი გადაცემას ქვია ერთიანი მშვიდობიანი კავკასია და ჩვენ ვეძებთ აი შეხების წერტილებს, რაც გაგვაერთიანებს და არა დაგვაცალკევებს, რამაც რეალურად საფრთხის ქვეშ დააყენა რეგიონში მთელი აი ამ უსაფრთხოების კონცეფცია, ხო? მაგრამ ის რომ გარკვეული პრობლემები არსებობს, ამაზე საუბარი აუცილებელია, იმიტომ რომ ჩვენ მედიას წარმოადგენთ და მე მახსოვს, როდესაც გავაკეთეთ 3 თვის წინ გადაცემა ჰერეთზე, საინგილოზე, ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვეხმიანა. მეტიც გამოგვეხმიანენ ადამიანები, რომლებსაც მაგალითად თავისუფლება აქვთ აღკვეთილი და ძალიან თბილი წერილი მივიღე ერთ-ერთი სასჯელასრულების დაწესებულებიდან, რამაც მაფიქრებინა, რომ ერთი რომ გვიყურებენ და მეორე ეს რომ მათ ძალიან აწუხებთ და მადლობა მინდა პირდაპირ ეთერში ვუთხრა ამ ადამიანს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ. ფაქტია ის, რომ აი ეს დამოკიდებულება, რაც საქართველოს აქვს სხვა რელიგიისადმი და ძალიან შემწყნარებლური, იგივე დამოკიდებულებას ჩვენ ვერ ხედავთ ჩვენი რელიგიისადმი. თამთა, თქვენ მეცნიერებას ხელოვნების დონეზე იკვლევთ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ეხლა გაქვთ შესაძლებლობა აი საქართველოსდან შეხედოთ ამ ყველაფერს. აი რა სიტყოდით, რაში ხედავთ გამოსავალს?
გამოსავალი იმაშია, რომ პრობლემები ბევრი გვაქვს, რადგან ეხლა სოფელ ალიბეგლოში არის ერთი დიდი პრობლემა იმის შესახებ, რომ აქამდე სრულ საშუალო სკოლას ვამთავრებდით. ეხლა კი შეიცვალა ეს და მოსწავლეები ამთავრებენ მე-9 კლასამდე, ანუ სწავლობენ. ეს განათლების მხრიდანაც არის დიდი პრობლემა. კიდევ არის ის, რომ წიგნების პრობლემაც გვაქვს, აქამდე ვსწავლობდით ქართული სახელმძღვანელოებით და ეხლა შეიცვალე აზერბაიჯანიდან არის გადმოთარგმნილი და ბავშვები სწავლობენ იმ არა ადაპტირებული სახელმძღვანელოთი მარტივად ვთქვათ, ხო? თვითონ მოსახლეობის განწყობა როგორია? თქვენ ხო არ ხართ ორი ადამიანი, ვინც ამჩნევთ ამ პრობლემას? დიახ, მოსახლეობამ უარყოფითად მიიღა, რადგან აქ მოსულ ბავშვებს უჭირთ გამოცდების ჩაბარებაც, რადგან სხვა პროგრამაა და აქ სხვა პროგრამაა. სულ სხვა არის და გამოთქვეს აზრი, რომ შეეცვალათ ეს. აი რა დონეზე დადგა ეს საკითხი? ვის მიმართეს? იმიტომ რომ ეხლა საზოგადოებრივ განცხადებაა, რომ შეუძლებელია სახელმძღვანელოების შეტანა, რადგან საზღვარზე მებაჟი ართმევს, ეს არის რელიგიური ლიტერატურის პროპაგანდაო, თუმცა ეს არის ქართული სახელმძღვანელოები, გეოგრაფიის, ისტორიის, ლიტერატურის. თუნდაც ლიტერატურის წიგნებს მე როცა ვსწავლობდი, არ მიშვებდნენ ხოლმე გადასაღებად წიგნების და ამაზე მქონდა დიდი პრობლემა. ჩვენ სანამ გადაცემას დავიწყებდით, ძალიან აღელვებულები ვიყავით და ძალიან ბევრი პრობლემა ჩამოაყალიბეთ და ისიც თქვით, რომ არც გონია თუ ვინმეს ვახსოვართ, რომ ქართველები ვართო. ხო, ანუ ეგ საკითხიც არის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ჩვენ უნივერსიტეტში რამდენ ესე პრეზენტაციებს ვაკეთებ და მეწილად არის კითხვები, რომ მან მართლმადიდებლები ცხოვრობ თუ მუსულმანები ხართ. რა თქმა უნდა, არიან მუსულმანებიც, ოღონდ ქართველები, მაგრამ ამ ეხლა მუსულმანები, ისინი ჩვენი ძმები არიან, მათზე ჩვენ არ უნდა ვთქვა თუ არის, ჩვენ რო მათზე ვთქვა თუ არის, გამოდის რომ ჩვენ ვარყოფთ, რა ვიცი, ალბათ ჩვენ ძალიან კი, რა თქმა უნდა და ნუ არის ეს პრეცედენტი, რომ რაღაცა შიგადაშიგ გამოხდება ხოლმე ერთი-ორი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ რატო ესენი და ესენი ხო გამოსულმანდნენ და ჩვენ ხო შევინარჩუნეთ. არა, ესე არ უნდა იყოს. უნდა იყოს, რომ თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, ხო, ანუ საინგილოში თუ ერთად ვიქნებით, არა მარტო კახის რეგიონში, არამედ ზაგატლის და ბერექის რაიონებში თუ ერთად ვიქნებით, ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება იმის გარანტია, რომ უფრო დაცული ვიქნებით ჯერ და უფრო გამტკიცებული ვიქნებით და ნუ რა თქმა უნდა რელიგიის ის არის, რომ ისინი სხვა რელიგიას წარმოადგენენ, ჩვენ სხვა რელიგიას, მაგრამ ეს არ უნდა უშვილდეს ხელს ამაში. ქართულობაში. რა თქმა უნდა. და რაც შეეხება გიორგობას, მოგეხსენებათ გიორგობა ჩვენთან განსაკუთრებულად აღინიშნება, ნუ ჩამოდიან საქართველოსდან სტუმრები, ჩამოდიან უცხოეთიდან სხვათა შორის, ამ ბოლოს შევამჩნიე, რომ რუსეთიდან იყვნენ, უკრაინიდან გავიცანი, რომელიც მეორედ ვიყავიო ესე მითხრეს, ნუ განსაკუთრებულად აღინიშნება და მუსლიმებიც მონაწილეობენ. მუსლიმები, რა თქმა უნდა, ადგილობრივი გამოდენ ჩვენ ვარ სათელსამთებენ, აი მე მოგიყვებით, რომ აი შარშან მაგალითად გიორგობის შევედნენ ტაძარში და ერთ-ერთი მუსლიმი ქალი, ნუ და რომელიც ლოცულობდა და ესეთი სიტყვები თქვა, რომ წმინდა გიორგი ჩემი ოჯახი გადაარჩინე. ესეთი სიტყვები თქვა და ნუ რამაც მივხვდი, რომ ან სწამთ, რომ არსებობს. და ეს მისასალმებელია, რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა და ასევე რიზე თქმა შეიძლება კიდევ ძალიან ბევრი რაღაც თქმა შეიძლება და მინდა რომ ისეთ თემებს შევეხო და ასევე ამას შევეხები რომ წიგნების თემას ჩვენ 2012 წელს ჩაიტანეს წიგნები, მაგრამ ჩაიტანეს კახის რაიონში. დაახლოებით 5000 წიგნი იყო ქართული ენის, მათემატიკის ქართული ენის გარდა. ჩაიტანეს ყველანაირი წიგნი. რაც ცუდია. იმიტომ რომ კახში ჩაიტანეს, მაგრამ ზაქათლისა და ბერექნის რაიონებში, სადაც ქართული სექტორები არის, იქ არ ჩაიტანეს. ჩატანის შემდეგ არც ერთმა ორგანომ არ იკითხა რა ბედი ეწია ამ წიგნებს. მივიდა თუ არა ეს წიგნი ადრესატამდე? არა, ჩაიტანეს, მაგრამ ბორჩა რომ ტელევიზიამ გააშქვა რომ ჩაიტანეს. всё, მეტი არაფერი. ხო, მოკლედ პრობლემა არ შეიქმნა აზერბაიჯანის მხრიდან ეს ასე არ არის.
ერთმა არ ეკითხა რა ხდება. გასაგებია რომ მოსწავლეები. ბევრჯერ მქონია, შეხვედრები და ბევრს თქოს ეს არის მე დაგეხმარებით და ყველაფერს გავაკეთებთ. ეს რჩება სიტყვებად. აი არ არსებობს ბევრმა თქვა რომ აი ჩვენ გავაკეთოთ ესე. რომ ჩავიდეთ ადგილზე რა ხდება ყველაფერი, გადავიღოთ, გავარკვიოთ, ვის რა პრობლემა აქვს, გავაშუქოთ. არაფერი. სიტყვებად რჩება. გაშუქება უდიდესი პრობლემაა, იმიტომ რომ ქართულ მედია პრაქტიკულად ცდილობენ რომ გიორგობის დღესასწაულზეც კი არ ჩავიდეს და გააშუქოს დღესასწაული. მაშინ როდესაც ქვემო ქართლში 4 ბაქოს ტელევიზია თავისუფლად აშუქებს მუდმივ რეჟიმში. ყველაფერს და რაიმე პრობლემის შემთხვევაში თემ აზერბაიჯანმა იცის ქვემო ქართლში თუ რაიმე პრობლემა აქვს რომელიმე აზერბაიჯანელს. აი სერგო, სწორედ ამ დამოკიდებულებებზე ვსაუბრობთ. ანუ ქართული ველი მაინც გახსნილია და გარდა იმისა, რომ ის ძალიან ლიბერალურია და ძალიან ტოლერანტულია, ჩვენ ვცდილობთ რომ არ შევუქმნათ ინფორმაცია, არ დავბლოკოთ არანაირი ინფორმაცია და ყველანაირი ინფორმაცია ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის. ამისთვის სოციალური მედია ჩართული, ამისთვის არის გაწერილი დღის წესრიგიც, ხო? ანუ რაც ხდება დღის წესრიგში და არის ამის შესახებ სააგენტოში ინფორმაცია, ის შუქდება. ამას აშუქებს თანაბრად ყველა მედია. რადიო, ჟურნალი, გაზეთი, ტელევიზია. რა გახდა მართლა აი ამ ტერიტორიაზე მე ვიცი რომ იბლოკება რადიო ჰერეთიც კი რომ ადამიანებმა რომლებიც არ ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე ქართული სიტყვა მოისმინონ. ხო აი სამწუხარო ის არის რომ აი თუნდაც ჩვენი მთავარი ტელეარხებიც კი კორესპონდენტები არ ყავთ ადგილზე თქვა თუ მუშაობენ მხოლოდ ბაქოში და ბაქოდან ძალიან ძნელია იმ პრობლემების დანახვა რაც ადგილზეა. რეგიონული ტელევიზიებიც ალბათ გასააქტიურებელია, იმიტომ რომ ნამდვილად არის საჭირო ვიცოდეთ რა ხდება რეგიონში, ჩვენს რეგიონში, კავკასიაზეა საუბარი. ქალაქ კახის ცენტრში საბჭოთა დროიდან არის შემორჩენილი შოთა რუსთაველის ძეგლი. და იმ დროს, როდესაც იუნესკოს ეგიდით 2016 წელი გამოცხადებულია რუსთაველის წლად მსოფლიოში, კახის ცენტრში არსებული შოთა რუსთაველის ძეგლი რბილად რო ვთქვათ სავალალო მდგომარეობაშია, ფილად ჩამოცვენილი, აბსოლუტურად მიტოვებული, დაზიანებული. იქვე 10-ოდე მეტრში ბოდიში და საზოგადოებრივი ტუალეტია, ანტისანიტარიის ბუდე და იქვე ძალიან იმავე ეზოში, იქვე ახლოს არის ქართული კულტურის დამწვარი ცენტრი, რომელიც 2009 წლის შემოდგომაზე დაიწვა. ისიც საეჭვო ვითარებაში, იმიტომ რომ როგორც ჩანს დაინტერესებული ძალა არსებობდა, ყოველ შემთხვევაში ამ ცეცხლის გაჩენის და კულტურის ცენტრის დაწვის შემდეგ კახის რაიონის პოლიციის უფროსი და კულტურის განყოფილების გამგე მივიდნენ და აბრა ჩამოხსნეს. იმის ნიშნად, რომ იქ აღარ აპირებენ ამ კულტურის ცენტრის აღდგენას. მოგვიანებით 2012 წელს ყოფილი პრეზიდენტის ბაქოში ვიზიტისას ამ საკითხში შედგა შეთანხმება, ყველა ტელევიზია გააშუქა ეს ამბავი, რომ კახის კულტურის ცენტრი აუცილებლად აღდგებოდა, თუმცა დღემდე არაფერი შეცვლილა და ძალიან დიდი გულისტკივილით ვნახე საკუთარი თვალით ის, თუ როგორ არის ამ დამწვარ კულტურის ცენტრში არა მარტო ბალახი, არამედ ბუჩქები და ხეებიც კი არის უკვე ამოსული. აი როგორ ფიქრობთ ახლა პრობლემები არ მინდა რომ დავამძიმო ეს დღესასწაულო ეთერი, მაგრამ ამაზე არ საუბარი არ გამოდის, იმიტომ რომ მეც ძალიან ბევრ წერილებს ვღებულობ, გულის ტკივილის წერილებს ვღებულობ, რომ აი იქნებ ჩვენზე რაღაცა თქვათ, იქნებ თქვათ, რასაც გწერთ. ძალიან ბევრ ადამიანს უნდა გადაცემაში მონაწილეობის მიღება და ბოლო მომენტში უარი თქვა, რომ მოსულიყო, იმიტომ რომ მათ ეშინიათ რომ გამოჩნდნენ, რადგან შემდგომ მოუწევთ დაბრუნება თავიანთ ასე ვთქვათ, საცხოვრისში და იქ შეექმნება სერიოზული პრობლემა და ეს ყველა მიცის, რომ პრობლემა შეექმნება და უშუალოდ აუცილებლად წნეხში გაატარებს. გამოსავალს რაში ხედავთ? იცით, გამოსავალი სხვადასხვა შეიძლება იყოს კახის რაიონის და ზაქათალა-ბელქის რაიონების სიტუაცია განსხვავდება. მეტიც, აი თვითონ ზაქათალის რაიონშიც ყველაზე კატასტროფული მდგომარეობა მაინც დაბა ალიაბადშია. ეს ფიქრობთ რაღაც სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება საჭირო, ფიქრობთ რომ რაღაც ისეთია საჭირო, რაც თვითონ მოსახლეობას მიცემს შესაძლებლობას, რომ უფრო ხმამაღლა, უფრო გამბედავად, უფრო დაუფარავად ისაუბრებს პრობლემებზე, იმიტომ რომ აქედან ძალიან ბევრი რამ არ ჩანს.
არ ჩანს იმიტომ კი არა რომ ჩვენ არ გვაინტერესებს ეს. არ ჩანს იმიტომ რომ იქ არის ძალიან ტოტალიტარული დამოკიდებულება მედიისადმი და რეალურად იფილტრება და იცხრილება ყველაფერი რაც პრობლემაზე აკეთებს აქცენტს. იგივე ძეგლებს რომ დავუბრუნდე, იმ დროს, როდესაც თბილისში რუსთავში ვხედავ ჩვენ ჰეიდარ ალიევის პარკებს, ძეგლებს, ბრწყინვალე მდგომარეობაში, ნამდვილად არ ეკადრება ქართულ-აზერბაიჯანულ მეგობრობას და ეს თვითონ არა მარტო ჩვენი ეროვნული სიამაყის საკითხი, არამედ თვითონ აზერბაიჯანის პრესტიჟის საკითხიც არის, რომ არ უნდა იყოს შოთა რუსთაველის ძეგლი ესეთ მძიმე მდგომარეობაში ქალაქ კახის ცენტრში. და რაც შეეხება გამოსავალს ზაქათალის რაიონში უფრო მძიმე მდგომარეობა იმ მხრივ რომ უკვე ეროვნული ცნობიერების პრობლემა ახალგაზრდებში, იმიტომ რომ ქართული სექტორების გაუქმების ერთი სექტორია დარჩენილი 12000-იან ალიაბადში, რაც წერა-კითხვა არ იციან უკვე ახალგაზრდებმა და აი მაგალითად ისეთი მძიმე ფაქტებიც კი ხდება, რაზეც ცოტა ძნელია რომ დაიჯერო ადამიანმა, მაგრამ ნამდვილად ხდება თვითონ აი მოგიყვებით მაგალითად რამდენიმეს ქართველმა მოსწავლეებმა ჩვეულებრივ ცეკვის დროს, კავკასიური ცეკვების დროს საქართველოს დროშა აღმართეს. რამდენიმე წლის წინ მოხდა ეს ფაქტი და ამის გამო იქაურმა სამართალდამცავებმა წაიყვანეს და ეს მოსწავლეები აწამეს, ასე ვთქვათ, და მათ და ამის შესახებ არ გაუშვები არც აზერბაიჯანულ მედიას და ქართულს ხო ალბათ დღემდე არა, ყოველ შემთხვევაში ინფორმაცია არც არ გავრცელებულა. თქვათ სუფრაზე მუსულმან ქართველებზე წნეხი მეტია, იმათ მათო ენა აქვთ იდენტობის შენარჩუნებული და ამიტომ უფრო ადვილია თუ მით უმეტეს რომ ქართული სკოლები უფრო ნაკლებად არის, ქართული სექტორები გაუქმებულია ალიაბადში განსაკუთრებით და აი მაგალითად ესეთი კონკრეტული ფაქტებიც ცნობილია ჩემთვის, როდესაც სუფრაზე საზოგადო სუფრაზე უთქვიათ რომ მე ჩემი მშობლიური ენა ქართულია და მე ქართველი ვარ, მეორე დღეს დაუბარებიათ უშროების ორგანოებში ამ სიტყვების გამო, რაც წარმოუდგენელია საქართველოში მოხდეს აზერბაიჯანელების მიმართ. ხო, აი ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ამაზე გავუკეთებინე აქცენტი და ამაზე გვესაუბრა, რომ ეს არის პრობლემა და რომ პრობლემა სჭირდება გადაჭრა. და ისეთივე დამოკიდებულებას ვითხოვთ ქართველებისადმი აზერბაიჯანში, როგორი დამოკიდებულება ჩვენ გვაქვს საქართველოში აზერბაიჯანელებისადმი და არის აზერბაიჯანული თეატრი, აზერბაიჯანული კულტურის სახლი, მე მყავს სტუდენტები აზერბაიჯანელები, რომლებიც არ ვიცი, არ მყავს განსხვავებული ქართველი სტუდენტებისგან და მაქსიმალურად ვცდილობ რომ ის სითბოა თუ იცოდნა თუ ის გამოცდილება მათაც თანაბრად გადავცე. ამიტომ ეხლა ის რასაც ბატონი სერგო ლაპარაკობს და თქვენ ლაპარაკობთ, შეიძლება მაყურებლისთვის ცოტა ისეთი იყოს, უხეში იყოს, მაგრამ ჩვენ ამის მიუხედავად ვცდილობთ რომ კიდევ უფრო შევარბილოთ და მაქსიმალურად ბემოლებით ვისაუბროთ, რომ არ მივაყენოთ ასე ვთქვათ ჭრილი ჩვენს ურთიერთობებს, თუმცა არ მესმის ურთიერთობა და მეგობრობა, თუ კი ცალმხრივია ეს მეგობრობა და იმ ხიდისთვისაც კი მინიმუმ ორი ნაპირიაო საჭირო ნათქვამი. ამიტომ აი თამთა თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის გამოსავალი? როგორც ბატონმა სერგომ აღნიშნა, საქართველოში არის აზერბაიჯანული კულტურული ძეგლები, ვუფრთხილდებით, რა თქმა უნდა და აზერბაიჯანშიც არის ქართული ძეგლები, კულტურული ძეგლები, ამიტომაც აზერბაიჯანმაც უნდა კეთილშობილური განწყობილება გამოხატოს ჩვენს მიმართ. კი ბატონო და იგივე ამ ქართულ კულტურის ძეგლებს უნდა ეწეროს, რომ ეს არ არის ალბანური კულტურის ძეგლები და ეს არის ქართული კულტურის ძეგლები. ამ ბოლოს უფრო დაიწყეს ეს ქურმუხის ტაძარზე, რომ დიდი აბრით, რომ ესე იგი მოკლედ ეს არის ალბანური ტაძარი. ანუ ამ მე-18 საუკუნეში რაღაცა მოხდა დიდი რაღაცა აჯანყება, დაანგრიეს ეკლესია, მაგრამ ადგილობრივმა ინგილოებმა ეს ააშენეს, ანუ დაეხმარნენ აშენებაში. ანუ ეს იყო რომ ანუ არ უნდათ რომ თქვან რომ ეს არის მართლმადიდებლური ქართული კულტურის ძეგლი რომ უთხრა რომ ალბანელებიც ხო მართლმადიდებლები იყვნენ. და აქ უკვე ეს ხო უკვე პოლიტიკური კითხვაა, ესე გეუბნებიან. ანუ თუმცა ეს არის ქართული კი გამოსავალი ჩემი აზრით გამოსავალს რა ვიცი ძალიან ძნელია გამოსავალი. მე ვფიქრობ, იმიტომ რომ თუ საქართველოს არ მიიღო ის ცნობები, რაც უნდა მიიღოს და დაიცვა საკუთარი ხალხი, საკუთარი იდენტობა, იმიტომ რომ როცა ხედავ რომ შენი მოქალაქე არა შენი სისხლი და ხორცი იჩაგრება, ამაზე ხო ხმა უნდა ამოიღო. იმიტომ რომ იცი რომ სხვაგან გადასული არ აქვს შენს გარდა.
საქართველოსთან ჩვენ გასასვლელი არ გვაქვს. მარტო ერთ-ერთი მარტო საქართველოა, სადაც აქ მოვდივართ, აქ ვსწავლობთ, რავი, აქ მუშაობთ და აშენებთ და აშენებთ. და უნდა მიიღოს ზომები. ან უნდა მოსთხოვოს, რომ იცით რა არის, მე თუ შენ ამის უფლებას გაძლევ, შენც უნდა მომწე ამის უფლება, რომ იქ გქონდეს თავისუფალი სწავლის, თავისუფალი რელიგიის, მოლოცვის, გასვლის, შემოსვლის, ყველანაირი უფლება უნდა გქონდეს. ცვალებულის გაპატიოსნების წესის მიხედვით. რა თქმა უნდა. ეს რაიონშიც არის ახლა ეკლესია, ალავერდის ეკლესია, რომელიც უკვე თითქმის მუზეუმად არის გადაქცეული. დაკეტილია. დიახ, დაკეტილია. და წინ უზარმაზარი დიდი კედელი ააშენეს და მარტო ჯვარი ჩანს, რომ შესვლის საშუალება არა. საშუალებაც არ გვაქვს. იმედი არის ამოწურული. რაც არ უნდა გავაკეთო, მაგრამ მე აზრი ყოველთვის აქვს. არა, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ბრძოლას სწორედ რომ არის რაღაცარის გამოც ღირს ბრძოლა და ეს არის საკუთარი ფიზიკური არსებობა და აი საკუთარი იდენტობასთან უკაცრავად მაგასთან დაკავშირებით მინდა მოგიყვეთ ერთი პატარა ფაქტი, რომელიც ეხლა უკვე არც ერთი აღარ არიან თანამდებობებზე, ეს წარსულია წლების წინანდელი ამბავია. ერთ-ერთი ქართველი მაღალი თანამდებობის პირი როდესაც იმყოფებოდა აზერბაიჯანში და იქაურო ერთ-ერთ მაღალ ჩინოსანთან ქონდა კამათი ამ ქართულ ძეგლებზე, რომ ეს ქართულია და არა ალბანური და ის უმტკიცებდა, რომ ეს ალბანურია ახალი თეორიის მიხედვით, რაც შექმნეს აზერბაიჯანელმა ისტორიკოსებმა ბოლო პერიოდში, ყარაბაღის ომის შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა ეს თეორია და კარგი უთხრა ქართველმა საქართველოს თავრობის წარმომადგენლებმა, რომ კარგი იყოს ალბანური, ქრისტიანული ხომ არის და ნუ კეტავთ ამ ქურმუხის ტაძარს და სხვა ტაძრებს და ხო, მაგრამ იცით რა, როცა თანხდები ნახევარსიმართლე ხო არა. კამათის დროს უთხრა, რომ ხომ არის, მაგრამ კამათის დროსაც სიმართლე იმართება. არ იყოს დაკეტილი და გააღეთო, მაგრამ მისი პასუხი ასეთი იყო და პოლიტიჩესკი ვაპროს. ანუ ირიბად აღიარა, რომ ეს იციან ძალიან კარგად, რომ ეს ქართული კულტურის ძეგლებია, მაგრამ პოლიტიკურად არ აწყობთ ამის აღიარება. რა ძალიან სამწუხაროა. კი ბატონო, რა დაუსრულებლად შეიძლება ამ თემაზე საუბარი, მერთია ჭეშმარიტებაში და ჭეშმარიტება ის ძალა, რაც სამართალს აპოვნინებს ადამიანებს და ფაქტია, რომ ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი, ფაქტია, რომ ალავერდის ტაძარი, ეს არის ქართული ტაძრები და ძალაც სწორედ ამაშია. და შეიძლება ადამიანები ვერ ღებულობენ გადაწყვეტილებას, მაგრამ რწმენაშია ძალა და რწმენაა ყველაფერი. თუმცა დღეს ამ რწმენისთვისაც ბრძოლა მიმდინარეობს. რა თქმა უნდა. არ ვიცი, ჩვენი გადაცემის, რომელსაც ქვია ერთიანი მშვიდობიანი კავკასია, მოვალეთ ჩავთვალეთ თავი, რომ სწორედ ამ აქცენტებზე გაგვეკეთებინა, აგვეწყო მთელი გადაცემა და მიუხედავად იმისა, რომ აი აგერ სტუდიაშიც არიან ადამიანები, რომლებიც იგივე პათოსით არიან მოსული, ისინი ეკრანზე კამერის წინ ვერ ბედავენ თქვან თავიანთი პრობლემის შესახებ და რა ვიცი, ღმერთის ამარად ვართ როგორც ჩანს დარჩენილები. ქალბატონ თამარ, კიდევ მინდა ერთ ფაქტორზე გავამახვილო ყურადღება. ნამდვილად არ იმსახურებენ აზერბაიჯანის მოქალაქე ქართველები დისკრიმინაციის და ასიმილაციის პოლიტიკას, თუნდაც იმიტომ, სხვა მრავალი ფაქტორის გარდა, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი კანონმორჩილი მოქალაქეები აზერბაიჯანის, გარდა მაგისა ისინი მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს ყარაბაღის ომში, რაც უცნობია ქართული საზოგადოებისთვის პრაქტიკულად, რამდენი ინგილო ქართველი დაიღუპა ყარაბაღის ომში და ზოგიერთი მათგანის სახელობის არის ზაქათალის და ბელაქნის რაიონებში არსებული სკოლები. თუმცა, რა თქმა უნდა, გვარი გადაკეთებული აქვს და აზერბაიჯანული გვარით, მაგრამ ამის შესახებ სხვა შორის პატარა სტატიაც კი დავიბეჭდე საბადრაკს უწყებაში, მაგრამ ძირითადად ქართულ საზოგადოებაში არ არის ცნობილი, რომ ყარაბაღის ომში ბევრი ქართველი მონაწილეობდა. და ისინი არ იმსახურებენ ასეთ დამოკიდებულებას. კიდევ აი ამ ჩვენი დისკუსიიდან ორი დასკვნა გამოვიტანე, რომ ერთი რომ ისინი არ არიან მობილიზებული, რომ ინფორმაცია გასცენ და ჩვენ ვერ ხვდებით იქიდან ინფორმაცია როგორ მოვიპოვოთ. იმიტომ რომ ინფორმაციის გახსნა და ხელმისაწვდომობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რაღაცა პრობლემა გადავჭრათ. როგორც ჩანს, ალბათ მაინც სამოქალაქო საზოგადოების პრობლემას ხედავ, იმიტომ რომ 21 საუკუნეში შესაძლებელი არის, რომ ინფორმაცია გასცე. ციფრულ ეპოქაში. და უკვე როდესაც სოფლიოსთვის გახდება ინფორმაცია ცნობილი, რომ რელიგიური ნიშნით მიმდინარეობს ადამიანის დისკრიმინაცია და ეთნიკური ნიშნით მიმდინარეობს ადამიანის დისკრიმინაცია, ბოლო-ბოლო არასამთავრობო ორგანიზაციები ალბათ ჩაერთვებიან უფრო აქტიურად. ისიც იმიტომ, რომ ჩვენ მოვითხოვთ ამას. თუმცა სამწუხაროდ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა აღნიშნო გულის ტკივილით, რომ რა თქმა უნდა, უნდა დაიცვან ისიც მაგალითად აზერბაიჯანის უფლებადამცველების, თქვათ აზერბაიჯანის უფლებადამცველების დისკრიმინაციაზე და გაუპროტესტებია თბილისში
აქციებით, მაგრამ არ მახსენდება რომ მათ გაეპროტესტებინოთ ქართველთა დისკრიმინაცია აზერბაიჯანში. კი, ძირითადად საუბარი არის მუსლიმების უფლება როგორ ირღვევა და აქ ფაქტია რომ ქრისტიანების უფლება ფუნდამენტური უფლებებიც კი ირღვევა. ნუ ძალიან დიდი მადლობა ამ სამოქალაქო გმირობისთვის, ასე ვთქვათ რომ მოხვედით და აი ამ თემაზე ხმამაღლა ვისაუბრებთ, იმეც ვიტოვებ რომ პრობლემის გადაჭრის გზებს აუცილებლად მოვძებნით ისიც ერთად და მობილიზებულად, საიმისოდ რომ როგორც ჩვენ ვექცევით საქართველოს სახელმწიფოში აზერბაიჯანელებს და ეთნიკურად აზერბაიჯანელებს, რომლებიც ჩვენი მოქალაქეები არიან, ასეთივე გვინდა რომ დამოკიდებულება იყოს აზერბაიჯანის სახელმწიფოში, არა აქვს მნიშვნელობა ის არის მუსლიმი თუ ის არის ქრისტიანი, ქართველებისადმი რომ მათ კონდეთ უფლება პირველი მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე, თუ ისინი არ არიან ქრისტიანები და არიან მუსლიმები და მეორე თუ ისინი არიან ქრისტიანები, მათ კონდეთ უფლება რომ მიცვალებულს წესი აუგონ ქრისტიანული მეთოდით, მონათლონ ახალშობილი და მოძღვრებთან ურთიერთობის თავისუფალი საშუალება ქონდეთ. საიდუმლო რიტუალი, ასაც ქვია აღსარება და 1000 რამ რაც ადამიანს ღმერთთან დიალოგის საშუალებას აძლევს, რომ ეს შედგა. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე კი ჩვენს ტელემაყურებლებს შევახსენებ, რომ გიორგობის თვეს ჩვენ ვისაუბრეთ საინგილოზე, ჰერეთზე და ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რისი დამალვაც უკვე შეუძლებელია. ღმერთი იზამ მშვიდობას კავკასიაში, მომავალ შეხვედრამდე.